საგამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. 14 წლის შემდეგ ისევ წამყვანის ამპლუაში მოგესალმებით. დღეს 2016 წლის 30 დეკემბერია. საქართველოს პირველი ტელევიზიის დაარსებიდან 60 წელი გავიდა. მოამბის საიუბილეო გამოშვებას მე ლია მიქაძე და თამთა სანიკიძე წაუწვევით. საგამომშვიდობისა ქალბნოლია ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დღეს თქვენთან ერთად საიუბილეო ეთერის წაყვანა. გილოცავთ ტელევიზიის 60 წლის იუბილეს პირველ რიგში თქვენ და ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს. დღევანდელი ეთერი აბსოლუტურად განსხვავებული და გამორჩეული იქნება. გამოშვების პირველ ნახევარს მთლიანად ტელევიზიის 60 წლიან ისტორიას და მის ლეგენდარულ სახეებს დავუთმობთ. დიდი მადლობა. 60 წელი ანუ 60 წლის წინ 1956 წლის 30 დეკემბერს ზუსტად ამ დროს ჩვენ ქვეყანაში დაიწყო მაუწყებლობა ტელევიზიამ. ბევრი ოჯახი არ იყო მზად იმისათვის რომ ტელევიზორი შეეძინათ, მაგრამ რადიო მაინც ტელევიზორმა შეცვალა. ტელევიზიამ და განთავსებული უკაცრავად ტელეხედვის სტუდია მაშინ იყო ფუნიკულიორზე განთავსებული. მაშინ ხო განთავსებული და პირველი ეთერი მე და ალექსანდრა მაჭავარიანმა დავიწყეთ. საგამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო პირველი სიტყვები, რომლითაც მე 60 წლის წინ პირველ ტელემაყურებელს მივმართე. 2 საათიან ეთერს 3 თვიანი მზადება უძღვება წინ. უჩვენებს ქართული ტელეხედვის სტუდია. ეს ფრაზა ბევრ თქვენგანს დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ახსოვს. 60 წლის წინ 40 კვადრატული მეტრის ფართობის სასტუდიო სააპარატო ოთახში დაწყებული მაუწყებლობა დროსთან ერთად სულ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდებოდა. საეთერო ბადე საინფორმაციო გამოშვებებით, ახალი გადაცემებით და მხატვრულ დოკუმენტურ სატელევიზიო ფილმებით ივსებოდა. შეიცვალა მისამართიც 1966 წლიდან ტელევიზია ლენინის, ახლა უკვე კოსტავას 68-ში მდებარე ამ შენობაშია განთავსებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ წლების შემდეგ პირველი არხი საინფორმაციო გამოშვებების სტუდიაში პირველი ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანის ნახვა თქვენთვის დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო არის. წინ კიდევ ერთი სიურპრიზი გელოდებათ, რომელზეც ახლა ქალბატონელია თავად გეტყვით.